გენდერული ბალანსი დაცვა მნიშვნელოვანია საქართველოს. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ქალს დიდი განათლება არ ჭირდება, იმიტომ რომ ქალი კარგი მეოჯახე უნდა იყოს. ბავშვებს კარგად უნდა უყუროს, ბავშვები უნდა აღზარდოს კარგად და ამ დროს, ანუ როგორც თვითონ არის აღზრდილი, რომ ქალს ბევრი განათლება უნდა, იმ ბავშვსაც იგივეს უდებს გოგოს განსაკუთრებით. ბავშვსაც იგივეს უდებს, კაცს კიდე პირიქით ბიჭს კიდე უდებს, რომ შენ ოჯახში შემომტანი უნდა იყოს, ესე დოგმაც უკეთებს რა. და ის ბავშვიც ესე ყალიბდება და იმის იქნება. მე ხალ კიდე სტილისტი ბიჭი ხო საერთოდ ეგ სახში შემოსაშვებია. თვითონვე მიჩნავენ უკვე და პრობლემაც საზოგადოებაში ახლა მე ესე ვფიქრობ, რომ აი თვითონ ამ ხალხის თითქოს გენდერული თანასწორობა ესმით სხვანაირად. გამოიარა ერთმა სოლიდურად ჩაცმულა მამაკაცმა, რომელიც აღმოჩნდა ალბათ ნასონტომებს. ეგ ერთი ქალი მაგოც კაცი რა საკეთებს? შეხვედრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც იმართება აქ მედია კაფეში. ჩართულები არიან დღევანდელ დისკუსიაში სტუდენტები, ახალგაზრდები. ვფიქრობ, რომ მსგავსი დისკუსიები აუცილებელია, ხშირია რომ ჩატარდეს, იმიტომ რომ დღესდღეობით და ამ წელმაც სამწუხაროდ აჩვენა, რომ ძალიან ხშირად ხდება ოჯახში ძალადობა, ქალზე ძალადობენ, უამრავი შემთხვევა იყო ქალის იგივე პარტნიორის თუ მეუღლის მხრიდან მკვლელობის და აი ეს საშინელება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და თუ არა განათლება, თუ არა დისკუსიები, თუ არა საუბარი ამ კუთხით პრობლემა თავს არ დამალავს. ამიტომ ჯობია რომ მეტი შეხვედრა მოეწყოს, ვისაუბროთ და მეც ბედნიერი ვარ, მომეცა საშუალება რომ ამ შეხვედრაში ვიყო ჩართული და მოვისმინო ახალგაზრდების აზრი და ჩვენ ვისაუბროთ ამ თემაზე. გენდერული თანასწორობა უნდა მოგვარდეს საქართველოში, უნდა გადაიწეს ერთხელ და სამუდამოდ იმის გამო, რომ ქალების აზრი და ქალები ზოგადად არიან დაჩაგრულებული.